პირველ თეთრნულიდან ცეცხლის სახით კოშკში არველი ანგელოზი შემოდიოდა. კოშკში მყოფნი ლოცვას იწყებდნენ. ანგელოზი კოშკში ცხოვრობდა. ბაბუა ჩემი ასე აკეთებდა და მეც ესე უნდა გავაკეთო. კოშკიდან სხვა ხო და მე რო ასე ვაკეთებ, შენც ასე უნდა გააკეთო. თეთრი ანგელოზი აღარ გამოჩენილა. ასე გადმოვიცემოდა ტრადიციებს შენი წინაპრები რო პატივცემდნენ, ჩვენც ვალდებულები ვართ რომ მათ ნაკვალევს პატივი ვცემს. შენ რო შენ შვილს ასწავლი, მე რო ბაბუა გავხდები. აუ რა როგორ გამიხარდება. ერე შენც რო ჩემ გზაზე დადგები და ბაბუას გზაზე დადგები, შენც გაგიხარდება. ეს წინაპრებიდან მოდის. წელით არავის არ ახსოვს, რომელ საუკუნეში დაიწყო რომელ წელში. უხსოვარ დროიდან მოდის ეს ამბავი და მიცვალებულების ხსენების ამბავია. მე მაგალითად ჩემი სოფლის ახალგაზრდების ძალიან დიდი მადლობელი ვარ. დღესასწაულები ყოველთვის მეკითხებიან. როდის იქნება და შენ უნდა გყავდე ბევრ ხანს თუ არა მე ვინ გვეტყვისო. ეს ბავშვები არიან ჩვენი მომავალი. მე მგონია ესენი უფრო უკეთესად გაგრძელებენ, არაფერს არ დაკარგავენ ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებულ ამბავს. გიჩნდება ესეთი წარმოდგენა, რომ იშლება ზღვარი მიცვალებულებსა და ცოცხლებს შორის, თითქოს უახლოვდებიან სულები და ცოცხალი ადამიანები ერთმანეთს. ეს არის ერთგვარი პატივის მიგება. სამსარგე საფლავებზე თითო ჭიქას გადაუქცევთ ყველა. ნებისმიერი ვინც იმ ცუდას ლოცულობს, მასთან საზაუბრად მიდის. და მაგ ყველაფერს შენ უყურებ უკვე შენშიც იწვევს იმ ინტერესს. იმ ღამეს ვატარებით ჩმოდიან სასაფლაოზე. ძალიან დიდხანს ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ დამეწყო გამარჯვების თქვა. ხო და ესე გადაწყდა, რომ ხო ჩალა დაღუჯარხ. ეხა მე ვარ სვანეთში. ბეჩოში, მე არ ვარ ბეჩოელი, მე ვარ ლენჯერელი, მაგრამ მიყვარს ძალიან უშბა. რა თქმა უნდა, შხარა და თეთრნულიც მიყვარს და საერთოდ თელი სვანეთი მიყვარს, მაგრამ უშბაზე სხვანაირად შეყვარებული ვარ. ამიტომ ჩემმა ძმამ მომიყვანა აქ. ჩემ ბიძაშვილი მიღებს და მაგარია როგორი ხარდაჭერა მაქვს. ლავრობა არის პირადად ჩემთვის იმდენად ძვირფასი, იმდენად მნიშვნელოვანი რიტუალი, ტრადიცია, რომ ალბათ ყველაზე მაგარი სტარტი იქნება თუ მე YouTube-ზე უნდა შემოვიდე, ალბათ ყველაზე კარგად შემოვალ ლამპრობით. ძალიან ვეცდები რომ იყოს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი, იყოს ძალიან სვანური. აბსოლუტურად ყველას აქვს, ალბათ ყველა ტელევიზიას აქვს გადაღებული, იუთუბერებიც იღებენ ყველა სიმონწოს. იმიტომ რომ მართლა მთელი გულით და სულით იღებენ და აკეთებენ და ყველა სტაშს უკრავ, მაგრამ მე ვეცდები რომ სტუმარი კი არ ვიყო ლამპრობაზე, ვიყო მასპინძელი. მოკლედ ვეცდებით, მეც, ჩემი ზაზუკაც და ყველა საერთოდ ირგვლივ ვისაც ჩავწერო, რაღაცნაირად თქვენთან გულთან ახლოს მოვიტანოთ, მართლა რას განვიცდით სვანები ამ დროს და მართლა რამდენად ძვირფასია ეს დღე ჩვენთვის. უშბას კიდე რა ვიცი, კომპლიმენტები უთხრათ, იმიტომ რომ ძალიან დიდია რა. უშბა ძალიან დიდია. მართლა. ტრადიციებს შენი წინაპრები რო პატივცემდნენ, ჩვენც ვალდებულები ვართ რომ მათ ნაკვალევს პატივი ვცემს. გაიგე? სულები საპატივცემულო დაკეთებდნენ ამათ. მოდი აბა შეკარიეს. ისე ესეთი რაღაცა გამიგია ბაბუასგან მამიკო, რომ
ლამპარს რო დაანთებ, ასე ამბობენ რომ მათი სულები თბებაო. შენ რო შენ შვილს ასწავლი, მე რო ბაბუა გავხდები. აუ რა როგორ გამიხარდება. ერე შენც რო ჩემ გზაზე დადგები და ბაბუას გზაზე დადგები, შენც გაგიხარდება. 19 იანვარს მომნათლისდება. იმის წინა დღეს ამზადებდნენ ამ ლამპარს ჩვენი წინაპრები. კონება დაკეთებდნენ. ასე, დაგვრხმავენ მეტი. ასე, წაიღე. მითი. ოჩახმამა. ასე აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები ბავშვობიდან ეს მინახავს მეც და ასე ვაკეთებდნენ. ქალებიც მოდიან სასაფლაოზე, ამაკაცებს ლამპარი და ეს სასმელი მივაქვს. დათქმულივით დრო ყველა მიცის რომ საღამოვდება. იმ დროზე უკვე ყველა გამოაქვს ლამპარი სახლიდან. მოგვაქვს აქ მოდიან იქით ახედან ყველა. შევდივართ სასაფლაოზე. ლამპრობის შემყურე აღფრთოვანებული სახეების მიღმა უამრავი კითხვა ჩნდება. იმ საკითხთან დაკავშირებით თუ რამდენად ქრისტიანულია ეს ტრადიცია. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა რაც მსმენია და როგორც აქვს ჩვენთან მამაოს ახსნილი ქრისტიანულად, ვეცდები რომ ეს შინაარსი გადმოგცეთ. მოგეხსენებათ, ლამპრობა მირქმის დღესასწაულის წინაღამეს ტარდება. მირქმის დღესასწაულის გამოხატულება ასე მოხდა. ისაია წინასწარმეტყველს ეცხადება ანგელოზი და მოუწოდებს, რომ წავიდეს თავის ერში და ჭეშმარიტი ღმერთის შესახები ქადაგოს. ეს არის პერიოდი, როდესაც ერი კერპთაყვანის მცემლობას არის მიცემული. ისაია ეუბნება ანგელოზს: მე ცოდვილი ვარ და ერი ჩემიც ცოდვილია. ჩემს სიტყვას არ შეისმენენ და ამას ვერ შევძლებო. ამ დროს ანგელოზი უფლის საკურთხევლიდან მარწუხით იღებს ნაკვერცხალს, აწვდის ისაიას და ეუბნება: ის ცოდვები ამ ნაკვერცხლით დაიწვება, შენ კი რაც უფლისაგან გევალება, ის აღასრულეო. ლამპრობა გახლავთ სახე მირქმის გამოხატულებისა და სვანები ზუსტად ზედმიწევნით ასრულებენ მირქმის წინაღამეს. სვანები მორწმუნე ხალხია. კომუნისტების დროს უშლიდნენ, მაგრამ მაინც მოვდიოდით აქ წმინდა გიორგის ეკლესიაში, მაინც ლოცულობდით და არავის არ ვეკითხებოდი. სვანურად ლამპრობას სვიმნიშ ასე ვეძახით. ესეც პირდაპირ კავშირშია მირქმასთან. მოგეხსენებათ, ამ დღის მთავარი გმირი გახლავთ მართალი სვიმეონი, რომელიც უფალს 300 წელი ელოდა. მას წინასწარ ჰქონდა უწყებული, რომ არ იხილავდა სიკვდილს მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა მაცხოვარს. როდესაც ქრისტეშობიდან მე-40 დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და იოსებმა მაცხოვარი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, იქ შეხვდათ მოხუცებული სვიმეონი და შეხვედრისთანავე იცნო მან ქალწულისაგან შობილი, მაცხოვნებელი, განკაცებული ღმერთი. მოხუცებულმა ხელში აიყვანა ჩვილი ესო და ამ შეხვედრას ეწოდა მირქმა. მირქმა პირდაპირ მნიშვნელობით მიგებებას, მიხუტებას ნიშნავს. ეს არის დედამიწაზე ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული, რომელსაც სვანები ტრადიციულად ყოველ წელს აღნიშნავენ ლამპრობის სახით. შენი პირადი დამოკიდებულება როგორია ამ დღესთან დაკავშირებით? ჩემი პირადი დამოკიდებულება ალბათ ისეთივე, როგორიც ყველა სვანისა. ჯერ ეს მისტიური ღამე, სასწაული, ყველა სულს რაღაცნაირად აფორიაქებს. თან გიჩნდება ესეთი წარმოდგენა, რომ იშლება ზღვარი მიცვალებულებსა და ცოცხლებს შორის, თითქოს უახლოვდებიან სულები და ცოცხალი ადამიანები ერთმანეთს. ეს არის ერთგვარი პატივის მიგება. ყველა სვანის წარმოდგენაში ესეა, რომ თავის მიცვალებულს პატივს მიაგებენ იმით, რომ მოდიან, უნთებენ ლამპარს და თითქოს უნათებენ გზას. რომ აი გარკვეული პერიოდი თითქოს უნდა დააღწიონ მიღმიურ სამყაროს და მოგვიახლოვდნენ ჩვენ. აი მე პირადად ამ რწმენით მოვდივარ ყოველთვის აქ. როცა მამაჩემის საფლავთან მივდივარ, დგები ხოლმე ველაპარაკები და ასე მგონია, რომ სადღაც გვერდით ჩაცოცხლულია და თვითონაც პასუხობს.
ბავშვობიდან გამორჩეული ხო არ ჩემთვის, მაგრამ ვისაც გისმენთ, ყველასთვის ასეა. მომიყევი რამე ორი სიტყვა მითხარი. აი მართლაც მისტიურია, ეს არის საოცრება ამ საღამოს. აი ყოველ წელს ახალი და ახალი აღმოჩენაა ჩემთვის რაღაც ღაპრულია, რაღაცა იდუმალებით სავსე და აი თავისი ტრადიციულობით, თავისი სიძველით არის აი მომხიბვლელი. ყველაზე მაგარი ის არის, რომ თელმა საქართველომ გაიგო უკვე ამის შესახებ და უამრავი ადამიანი მოდის ამის საყურებლად და ამის სანახავად და ეს კიდე ამაღლებს ჩვენს ანუ საოცარი მაღალი ცნობიერება გადის. მოსახლეს პატარა მაგიდან მიჰქონდა საფლაონდა. სასმელი, საჭმელი, იასახლისი გამზადებს, შემოჯახიდან პატარები ყოველთვის მეხმარებიან და ვასწავლი. მოვყვებით საფლავებს და ვქცევ ჭიქას. დიდი პატარა ქალი, ლამპარი, სამთელი წინთება სასაფლაოსთან. მერე კაცები ერთ ადგილას შეგროვდება. კაცი ითავებს, აიღებს ჭიქას და ახსენებს ყველას ჩვენ მიცვალებულს. ჩოვია ხოლმე ესე ხმამაღლა ლაპარაკი ამაზე, მაგრამ ეხა ვიტყვი, რომ სვანი ბიჭები, მართლა მაგრები ხარ. მაგარი თაობა მოდიხარ. ხო, რატი არის ეს ჩემი უახლოესი ხო, ბავშვი კი და ძალიან მიყვარს. თანამედროვეც რომ ხარ და თან ძველსაც რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ. როგორ ახერხებ ამას? და საერთოდ ჩვენთვის ლამპრობა რას ნიშნავს? ბავშვობიდანვე მოყოლებული ამ ყველაფერს რო ხედავ, ის თუ როგორ აკეთებს მამაშენი ან ბაბუაშენი ამ ყველაფერს რაღაც ინტერესი იწვევს. და ჩვენთანაც ახლა ზოგადად მხოლოდ ერთი ლამპრობა ხო არ გვაქვს რამოდენიმე. კი ბატონო. არის პირველ რიცხვში, არის 14-ში, ხვალიც კიდევ ერთ ადგილას არის, სადაც ვეშტოვნები აუცილებლად. ნუ ის მომენტია, რომ ისევ დილით ადრე ადგომა. გამარჯობა. დილით ადრე ადგომა საგიზაროს, იმიტომ რომ პატარა ხარ და რაღაც, მაგრამ მაინც გიწევს. ჯერ ვერ იაზრებ იმას, რომ მაგალითად სასაფლაოზე რომ მიდიხარ, მიცვალებულს ესაუბრებ. ყოველ 14 რიცხვში თუ რომელ რიცხვში იქნება, რომ სასაფლაოზე მიდიხარ, ლამპარი მიგაქვს და აი მიცვალებულთან სასაუბროთ და მოსანახულებლად დროს გამოყოფ, უკვე რაღაც ისეთ ინტერესი წევს, რომ საბოლოოდ შენი ხდება ყველაფერი. იცი რა მაინტერესებს? დაპირებ რომ შენ შვილებს ეს ასწავლო? აი ყველა ვარიანტს კაცრა დაპირებ თუ უბრალოდ თავის ფლებას მისცემ და მიყევი, გინდა, არ გინდა. ზუსტად დღეს იყო მაგაზე საუბარი, ჩვენ რო აღარ ვიქნებით, ანუ ცოტა ისეთ ნათქვამია, დიდხანს სოცხოს ყველა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავაბრძოლოთ. ხო. და კი, ჩემში დიდი ადგილი უკავია ამ ყველაფერს, აუცილებელია რომ გაგრძელდეს. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე ლამაზი ტრადიცია მთელ საქართველოში, რაც მინახავ. ცოტა აი კოკორო არის მულტფილმი. თუ იცი, აი მაგას მაგონებს და პირველად რომ მოვისმინე ეს ამბავი, ეგრევე ეგ მულტფილმი გამახსნა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი ტრადიცია, ლამაზი როგორც შინაარსით, ასევე აი ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი და აერთიანებს ყველას, არა მარტო სვანებს, არამედ ჩვენ რომ მიგვიღეთ რაღაც სხვა კუთხის წარმომადგენლები და ყველა რო ესე ლამაზად და თბილად აღნიშნავთ, ძალიან მაგარია და ძალიან გამისწორდა მოკლედ და ძალიან კარგია და გამოიწერეთ ნანუკას არხი და ასევე სიმონიას არხი. ძალიან შევთხოვით აღვნიშნოთ რომ იუთუბერები არიან ხალხი და ხო რაღაცაად გამოგვიწერეთ მაშინ და არ გათიშო და წავიდეთ პაროსთან პირდაპირ, იმიტომ რომ უარს გვეტყვის ისე და ნაგელად მივაჭრეთ. წარმატებები. ბაი. თავხედურად უნდა მოვიდე პირდაპირ შეიძლება. მოგონებს კავშირდება ეს თემა ბობოჩეთთან ერთად არყის ხის მოსაჭრელად იქნება იწყება ყველაფერი. არყის მოსაჭრელად, არყის ხის დამზადება, ლამპრებისთვის, იმის მოტანა დღევანდელ დღე, რაღაცა მაშინ არის მანქანების საშუალება და რაღაცა სანკით ციკით. შემდეგ ახსენებებ ჩვენი წინაპრების და ეს დღე ჩემთვის ძალიან ემოციურია და ისეთია რა. არ არსებობს ეს დღე, რომ არ აღნიშნო აქტუალში რა. სადაც არ უნდა ვიყო, მაინც ჩამოვდივარ რამბესტის აქა და ანუ შენ მართლა გჯერა რეალურად ცოცხლები გარდაცვლილების სრულებს ხვდებით რამდენიმე საათით და მე რო გისმენ მინდა რომ ემოციურად ჩემეხოს, იმიტომ რომ აი გონო სხვანაირად ხარ თავს ვერ მოვიყრდით და სხვებისთვის ეგეც საინტერესო არ იქნებოდა ხო ხედავთ სავსე აქაურობა, მაგრამ ჩვენთვის ადგილობრივებისთვის ეს დღე განსხვავებულია რა, ძალიან ემოციური და მე შემჯერა რომ მათ ვინახულებს, მათ მოსანახულებლად მოდივართ ახლა და რავი რა, ეგ დღე რავი რა, ძალიან გულწრფელი ხარ. მადლობა. კი, და დიდი მადლობა. გაიხარე რამიკა. That's it. ეგ არის. Cut. ჩატკი, მოგესპექტებს გამოდი.
გარდა იმისა, რომ ბალს ქვემო სვანეთში 15 თებერვალს აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, განსხვავებულია ლამპრების ფორმა, მზომა. თუ კი ბალს ზემო სვანეთში ლამპრებს საფლავებზე მიტანისას ანთებენ, ბალს ქვემო სვანეთში სახლიდანვე ანთებული ლამპრებით სასაფლაოსკენ მიმავალ ბილიკებს მიუყვებიან. Şöməlidgər məxəlidgərli zavxenka zavteka zəydəşkarka meşdəşkas yor lamperanğa korxenka. Eşxuçumedgi mermeji mıbid. Medge lampers lidgər xaştğa çeçu xaturet stolçaxan. Jilutərseci məgim qoy xaturet letres lampers çeçu. Xoçala kulu xarx. Kristejurdu xogətx. Güşke kamaklias. İmgazet şuşxades, bambeş duades. Tümü sargeranğırdes. Al qoypşi ervək xaştvax məqluşun döbelixi kristejurdu xogətxçis. Eso kristematsxarşuluq xırnaminek. ის გველა სერგებულოკული. სეგი თქვენი სულის სასარგებლო ყოფილიყო. ქვინი ღერბათ ესერ მუგუთხამიება. ხოჩა გარუროქა თეალ მაგალითად. ალას ხეშგვემ ქვინს. ვანურად უფრო იმადი თქმის კარგად ვარ ქართულად ისე სოთრად ჟღერს და ქართულად ისე ვერ ითქმის. იმათთანაც რაღაცნაირად ლუშნუ საუცლი ხდეთ ვით ასეთ ფორმა. აი საუცლი ხდეთ გადათარგმნეთ აბა ქართულად. სასაგები გადათარგმნეთ. იმიტომ მართლა სვანური უნდა იყოს საქართველოს ენა. იმდენი შინაარსიანი სიტყვა ამაში სვანურში. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ტრადიცია მხოლოდ წარსული არ არის. ტრადიცია ხერხემალია, რომელიც ხალხს არ აძლევს გატეხვის უფლებას. მიყვარს რიტუალები, მიყვარს ის უხილავი ძაფი, რომელიც ცოცხლებსა და გარდაცვლილებს აერთიანებს. ღამე როცა მთები სუნთქვას აჩერებენ და ადამიანები ცეცხლს ანთებენ არა მხოლოდ ხელებით, არამედ გულით. ეს არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს არის შეხვედრა. შეხვედრა წარსულთან, ფესვებთან, საკუთარ თავთან. დღეს ამ გზაზე თქვენთან ერთად წავედი, რომ მეჩვენებინო თუ როგორ იბადება სინათლე ბნელში. მე მაგალითად ჩემი სოფლის ახალგაზრდების და ამათი ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ყოველთვის მეკითხებიან, როდის იქნება და შენ უნდა გყავდე ბევრ ხანს თუ არა მე ვინ გვეტყვისო. იმას ამბობ, ყველა დაინტერესებულია, ყველა სწამს, ღმერთი ყველა სწამს ეს სალოცავები და იმას უყურებენ ეს ბავშვებიც და აქედან გვეკითხებიან უხსნით და თვითონაც გააკეთებენ რა თქმა უნდა. ეს ბავშვები არიან ჩვენი მომავალი, ჩვენი სოფლის სიხარული და მე მგონია ესენი უფრო უკეთესად გაგრძელებენ, არაფერს არ დაკარგავენ. Limon wszystko merde we wsi.